ფინანსური დეპარტამენტი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად შევათანხმეთ ეს საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ჩვენ ეს ქონდა კონსულ ამას ნიშნავს, რომ ერთად გავაკეთეთ. გაერთიანებულ სამეფოს ცალკე ქონდა სანქციები, ამათ ცალკე აქვს გამოცხადებული ახლა, მაგრამ ეს გაკეთდა ერთად. ეს კიდევ დამატებითი სხვა ტიპის სიგნალია მათ შორის. კანადამ თუ გახსოვთ, სწორი შეკითხვა დამისვი შენ ვიზავის სანქციებზე, ბალტიისპირეთმა რას გააკეთა, ბალტიისპირეთმა და უკრაინამაც მათ შორის პრაქტიკულად ყველა დაასანქცირა ივანიშვილის ჩათვლით, თუ არ მეშლება. მაგრამ ასევე ხო, ეს ბუნებრივია, რომ ეხლა ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ხო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ბრიტანეთი თუ მთავარი არა შესაბამისად ბუნებრივია რომ ეს კონსულტაციები იქნებოდა მით უმეტეს წინსწრების სანქციები უკვე გამოცდილება ქონდა დიდ ბრიტანეთს რამდენიმე საათიანი წინსწრები მაგრამ ფაქტია რომ ქონდა მაგრამ ნახე საინტერესო ამბავი რა არის ეს რომ მიუბრუნდეთ ამ ვინმე კეზევაძეს და მილერი ლაგაზაურს მე სხვა მილერზეც ვილაპარაკებ მაგრამ არა ლაგაზაურზე მეთიუ მილერზეც მაგრამ ჯერჯერობით ლაგაზაურზე შევჩერდეთ უცნაური ხალხი ხვდება ამაში. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაჩვენებენ, რომ მათ იციან სისტემის შიგნით რა ხდება, ესე იგი სისტემიდან ინფორმაცია მიდის და ვიცით ხო რომ მიდის. ხო, აგერ ესტონეთის შემთხვევა იყო, ხო, შალამბერიძე, ეს გუბერნატორი იმერეთის თუ რაღაცა და გაგვიკვირდა ყველას. ეგეც მოხდა სანქციებში. ხო, აი ნახეთ, ესტონეთის მართლა ისეთი ხალხია, რომელიც ჩვენს მედიაში ასე აბსოლუტურად, მაგრამ ნახეთ, რას გვაჩვენებენ, ხო? ამას ხო ეგრეთ წოდებული public designation, რასაც ქვია საჯარო გამოცხადებას, ხო, რა ფასი აქვს. ხო, ნუ გეუბნებიან, ვის ვასა, ნუ ტარგეტებს გაჩვენებენ, ვინ და რატომ. მოსამართლეები მაგალითად 6 მოსამართლეებთან 2 თვის დანიშნული. აქედან ერთთან 3 დღეში პროცესი მაქვს, სხვა შორის კიდევ ერთი. ამჯერად გზის გადაკეთვაზე. ხო, მე ამ სტუდია დასტილი მაქვს, კარგად. ხო და გზის გადაკეთვაზე, ხო? 1 თვეში დანიშნულ მოსამართლეს რო გისანქცირებენ. აი, ეს ხო ნიშნავს, რომ სისტემა უბრალოდ ყავს. ძირგამომპალი კი არა. შხამიანი და დამნაშავე. სასამართლო სისტემაზე ვლაპარაკობ, ხო? 1 თვის ვადაში 2 მოსამართლე დაასანქცირეს. 1 თვის ვადაში დანიშნვიდან 1 თვეში. 6 მოსამართლე იყო ეგეთი, ხო? ეკას და ნინოს კოალიციამ დაბა, ხო? ლომჯარიას და თუ არ ვწდები და საიამ ასევე. ეკა გიგაუს გულისხმობ. ნახეთ, გოგა ხაინდრავა დასანქცირებული. ნახეთ, აი მეორე მიმართულება პროპაგანდის. ბექაური. კი. ბექაური? მარეგულირებლის. დაასანქცირეს ეგეც? კი, აი ბალტიიდან კი. ბალტიიდან. როგორი სამწუხარო ამბავი მითხარით. ძალოვანები და ისინი ვინც რეპრესიებს ახორციელებს, ხო? და მათ შორის ლაგაზაური, რომელიც არც ვიცით ზუსტად, ხო, ვინ არის, მაგრამ გვეუბნებიან, რომ სამაგერად ჩვენ ვიცით. და ამიტომ შეხედეთ გვიყურეთ ბიზნესები ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაღაცა შალამბერიძე თუ რაც მითხარი კორუფცია ანუ მიმართულებები არის მოცული ყველაზე დიდი ფული სადაც არის. ჩვენ არ გვეგონოს რომ მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილის და კალაძის გვარი უნდა დავინახოთ რომ მივხვდეთ სინამდვილეში რა ხდება. სინამდვილეში ზოგჯერ ამგვარების დანახვით უფრო კარგ რამეს ხედავთ და ეხა ბოლო მინდა წაგიკითხოთ ამ შემთხვევაში უკვე კარგი მილერის მეთიუ მილერის განცხადების ერთი წინადადება ესე იგი სანქციები დავადეთ ამ შემდეგ ადამიანებს რომელსაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლების შეზღუდვის მიზნით მათ შორის ხმის მიცემის უფლება იძულების ან დაშინების გარეშე. ანუ აქ უკვე შემოდის საერთოდ ახალი შრე, რომელიც უკვე ბოლომდე პრაქტიკულად დეზავუირებას უკეთებს მინიმალურ შანსსაც კი არჩევნების ლეგიტიმაციის და ამ არჩევნების საფუძველზე არჩეული ორგანოების ლეგიტიმაციის პირდაპირ ამბობენ რომ მოხდა ხმების ძალადობით და იძულებით მიცემა, ეს როგორც ძალადობის და ფუნდამენტური უფლების დარღვევა და ამ ხალხს დავასანქცირებთ საერთოდ. უკვე კითხვის ნიშნებს ქვეშ კი დადგა ეს მოხდა თუ არა. უკვე ხალხია იდენტიფიცირებული, ვინც ეს გააკეთა და მათზეც წამოვა სანქციები. ანუ საარჩევნო ადმინისტრაცია და შესაძლოა სასამართლოებიც, რომლებიც ადმინისტრაციის გაგრძელებად იყვნენ ამაში ჩართული, მანამდე რა მოსამართლეების დავასახელე ეს არის ადმინისტრაციულ პატიმრობას, რა ვიცი, ტანჯვას და წამებას რო აკანონებენ ადამიანებს და თვითონაც რო უმატებენ.
ის ხალხი ამათაც ვიხილავ. კი ბატონო, ამ санкციების საუბარი ცოტა გაგვიგრძელდა, მაგრამ ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ მთლიან სისტემას ეხება ინფრასტრუქტურა ახსენე და აქ უნდა ვთქვათ ორი სიტყვა, ანუ ეს კაცი ქარსელაძე არის ბიძინა ივანიშვილის ქართულ წიაღიდან წამოსული. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის საიდანაც ფინანსური რესურსები ისე იშლება ბიზნესში. მთელი კორუფციული სქემებია, გზების დაგება იქნება ეს თუ ხო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის ასევე ყველაზე მსხვილი პარტნიორი და კონტრაქტორი ჩინეთის. ეს ჩამოვა გავიწყდეთ და ამერიკაში იწყება პრეზიდენტ ტრამპის ეპოქა, რომელიც არც თუ ისე ბედნიერია ჩინეთის სახელმწიფოთი ძალიან რბილად რო ვთქვათ. მე ბედნიერი ვიქნებოდი თუ რუსეთით უფრო მეტად უბედური იქნებოდა ვიდრე ჩინეთით, მაგრამ ნუ ჩვენ ვიცით. თუმცა სი ძინპინი მოიწვია ინაუგურაციაზე, ის არ ჩავიდა, მაგრამ არ ჩავა, ესეთ განცხადება გააკეთა, მაგრამ ამას აქვს მნიშვნელობა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ იქნებოდა ის შემთხვევით, გარდა კორუფციისა, იქ არის ჩინეთი ასევე და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ქართული სახელმწიფო ასევე არის ანაკრისპორტი. პირდაპირ ბიძინა ამასთან ერთად ეს კაცი ეს მინისტრი. ხო, არ ვიცი. ესე იგი, სახელი და გვერდით გადავიდეთ ახლა ქვეყნის შიგნით რაც ხდება სანქციებიდან თქვით ასეთი ფრაზა რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას რაც საჭიროა და ვაკეთებთ კარგად იგულისხმეთ ალბათ თქვენი კოალიცია და შეიძლება ოპოზიცია ხალხი პოლიტიკოსებს ალბათ მეტი შეგვიძლია მე კი ბატონო აი ჩემ თავზე ვამბობ ზუსტად ეს არავის აყვედურა დიახ აი ზუსტად აქ ამაქვს შეკითხვა თქვენთან რა შეგიძლიათ პოლიტიკოსებს რას აკეთებთ ახლა უპირველეს ყოვლისა და როგორ უნდა განავითაროთ ეს შესაძლებლობები იმისთვის რომ საზოგადოებასთან უფრო მეტი კომუნიკაცია შეძლოთ რომ პროტესტი უფრო მეტად გაფართოვდეს და საერთოდ აი ამ პროტესტში რომლის სათავეში ახლა არავინ არ დგას რა როლი და ადგილი აქვს ოპოზიციას დღეს დასაგებია მე დავიწყებ იმით რა არ უნდა გავაკეთოთ არც ერთ შემთხვევაში და მგონია რომ არ ვაკეთებთ და ეს კარგია ეს არის მცდელობა პროტესტის პრივატიზაციის მოდი ასე ვთქვათ რაღაცნაირად ალღაზე შემოჯდომის არ გამოვა, მაგრამ პოლიტიკოსისთვის უმძიმეს მარცხი დამთავრდება და პროტესტსაც დააზიანებს. ამიტომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, არ კეთდება და შესანიშნავია. პროტესტში პოლიტიკოსები მონაწილეობენ თუ არა? ცხადია რომ მონაწილეობენ. ყველა. მე მარტო ჩემ კოალიციაზე არ ვლაპარაკობ. თუმცა ვისაც ვიცნობ, პროდასავლელი პოლიტიკოსებიდან არც მახსენდება არავინ, ვინც იქ არ მინახავს. მონაწილეობა იგულისხმება აქ მხოლოდ აქციებზე ყოფნა? ხო, როგორც ქვეყნის მოქალაქეები. იქ ბევრი ხალხია, ვისაც ჩვენ არ მოგწონთ, არის ხალხი, ვინც ჩვენ არ მოგწონს. მათ შორის არა მარტო პოლიტიკოსებში, ხო ცნობადი სახეებიც არის, რომლებსაც ყველანი არ გიждდებით და მე ცნობადი სახე ვარ, ვისაც ყველა არ გიждდება, ხო? მაგრამ ჩვენ სამშობლოა. ჩვენ ვთქვათ, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ვისთვისაც ქვეყნისთვის ბრძოლის უფლება არავის წაურთმევია და ვერც ვერავინ წაართმევს. რომელ დაწესებულებაში წარ უნდა გამოკეტონ და რამდენჯერაც, ხო? მაგრამ ეს არის ხალხის პროტესტი. ხალხში შევდივარ მეც, ჩემი პროტესტიც არის როგორც ხალხის შემადგენელი ნაწილის. მაგრამ პოლიტიკოსები ვიღებთ თუ არა მაშინ მონაწილეობას როგორც პოლიტიკოსები ცხადია რომ ვიღებთ. ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, რაც პოლიტიკოსების მიერ კეთდება, არაღიარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ილუზია არ უნდა გქონდეს რომ ეს თავისით ხდება, არ ხდება ეგრე. არაღიარებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს იმას, რომ ხალხი იქ დგას, მაგრამ არაღიარებაში მნიშვნელოვანი როლია რასაც ჩვენ ეს მედია მათ შორის უცხოელებს, მაგრამ უცხოური მედიაც არის აქ და ისინი ცდილობენ და არაღიარებაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს რას ლაპარაკობენ ქართველი ოპოზიციური პოლიტიკოსები. და ქართველი ოპოზიცია მართლა ეგრეა ალბათ. ქართველი ოპოზიციური ალბათ. რა თქმა უნდა. თავისით ხო არ ხდება არაფერი, რატო გონია რომ ყველაფერი თავისით ხდება? არ მომხდარა ეს თავისით. ქართველი ხალხის სიყვარულით და იმ კატასტროფების ყურების გამო მოხდა, მაგრამ მუშაობის გარეშე მარტო ეს ორი არ იქნებოდა საკმარისი, არ მოხდებოდა ეს. სხვანაირად. პოლიტიკოსები ჩართული არიან არა მარტო ინფორმაციის მიტანაში, იმიტომ რომ ეხლა 21 საუკუნეა და ვაკუუმი ინფორმაციის ნამდვილად არ არის, იმის დასაბუთებაში რომ ეს საჭიროა. და ამას დასაბუთება ჭირდება. რო არ ჭირდებოდეს ეს სანქციები მოვიდოდა 1 წლის წინ, 2 წლის წინ და ასე შემდეგ. ამას ჭირდება დასაბუთება მათ შორის ამგვარ რთულ ვითარებებშიც. ჭირდება დოკუმენტებზე მუშაობა, რასაც აკეთებენ ძალიან კომპეტენტური და კარგი საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის
გამოცდილების მქონე ქართველი პოლიტიკოსები 4-ვე ოპოზიციური პარტიიდან, ვინც გადალახა 5%-იანი ბარიერი და ვინც არის 4%-იანი ბარიერი და ვინც არის პარლამენტის წევრი. და შესაბამისად უარი აქვს ნათქვამი და აქ მივადგეთ თავარზე, რასაც ასევე აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები, ისინი არ შევიდნენ პარლამენტში. ერთი პარტია მაინც რო შესულიყო პარლამენტში, ეს პროტესტი შეიძლება არც დაწყებულიყო. შეიძლება არც ყობახიძე არ გამოსულიყო. საერთოდ სხვა სურათი გვექნებოდა გეთახმება. ინტრიგერი განცხადებით. მე მადლობას კი არ ვითხოვ. ეს ის არის, როგორც უნდა მოქცეულიყავი და ჩვენ სწორად მოვიქეცით. მაგრამ არასწორად მოქცეული პოლიტიკოსები არ გვახსოვს ამ ქვეყანაში. და პოლიტიკოსები რომელმაც თავის ქმედებებით ქვეყანა დაღუპეს რა ძიმედ განავითარეს მისი ბედი არ გვახსოვს ამ შემთხვევაში ეს ასე არ აღმოჩნდა ჯერ ერთი კონტექსტი აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეცდომა ან ცუდის აქციელი მოდი რბილად ვთქვათ მართლა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის ხაზზე გაივლიდა. ნამდვილად ეგრე იქნებოდა და ამას ყველა ვაცნობიერებთ, ხო? მე არ ვიცი ხო ვის აქვს შინაგანი ჭმულები, რომელ პარტიაშია, სად არის, როგორ არის კონკრეტულად რომელ პერსონაჟი, მაგრამ ამას ხო ისტორია არ იმახსოვრებს და ეს ხო მოდი ასე ვთქვათ, ეს არ არის საინტერესო. ფაქტი ის არის, იქ არავინ არ ვართ. ოპოზიციიდან ლეგიტიმაციაში და ვერ შედგა. და გარე ლეგიტიმაციაზე ლაპარაკი აზრს კარგავს თუ შიგნით ლეგიტიმაცია შედგებოდა. არავინ არ მოიკლავდა თავს იმის გამო რომ დაელაპარაკებოდნენ ერთი სიტყვით თუ დაელაპარაკებოდნენ ექნებოდათ ეს სანქციებიც ალბათ ყოველ შემთხვევაში ასეთი მძიმე არ იქნებოდა. გასაგებია ყველა მიიღებდა რაღაც დონის ლეგიტიმაციას შიგნით რომ ეს არ ყოფილიყო. რასაც იღებს ნახეთ შიდა რატო იყო ვენესუელაში ის რაც მოხდა. ვენესუელაში არ მიიღო მოსახლეობა მის არჩევნები, მაგრამ იქ ხუნტა მიძალა და ტანკებით, მოდი პირდაპირ ვთქვათ და ამიტომ არ იქნა აღიარებული და 60 ქვეყანა აღიარებს, რა ქვია ამ კაცს მადურო. არა, მადუროს არავინ ნორმალური არავინ არ აღიარებს, მაგრამ გუანოს ხო? თუ როგორც გუადოს, თუ გაუდოს, გუაიდოს, ხო, უცნაური გვარი აქვს. აღარ მახსოვს ზუსტად. მაგრამ დღეს თქვა სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, ჩემი აზრით, რომ მე არა ვარ არც ციხანოვსკაია და მე არა ვარ არც გუაიდო. გუაიდო, ხო. ვენესუელელი და არც რა ქვია, ბელორუსი ციხანოვსკაია. მე მჭირდება შედეგი ჩემს ქვეყანაში და ისე არ მოხდება როგორც სამწუხაროდ მოხდა წინა გამოცდილების დროს და პირველი რესპუბლიკის სახელით მას საუბარი შეუძლია გასაგები მიზეზების გამო. ძალიან გაბედული განცხადება იყო. ძალიან მაგარი განცხადება იყო. პარალელზე პირველ ძალიან მაგარი განცხადება იყო. სალომე ზურაბიშვილი არის ხისტი, ეს ჩემ გემოვნებაში შედის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემ გემოვნების საკითხი არ არის. ეს ისეთი ვითარებებია და ზოგადად ისეთი ისტორიული მაგისტრალია, რომელიც ხისტად და სწორხაზოვნად უნდა გაიარო. მე მჭირდება დახმარება აქ და ჩემს ახლა და ჩემს ქვეყანაში, თქვა მან. ეს არის ერთადერთი სწორი ფორმულირება. ამ მესიჯის ნებისმიერი ეროზია არის უკიდურესად საშიში. 1 მილიმეტრიანი ეროზიაც კი ამ მესიჯის შეიძლება გახდეს იმის წინაპირობა, რომ აი ძაბრივით შეუშვას იქ თავისი შხამი ივანიშვილმა და მის უკან მდგომმა რუსეთმა და ნელ-ნელა ამ ეროზიამ ის მოიტანოს, რომ საერთოდ ჩამოიშალოს ეს მესიჯი. ამიტომ რაც თქვა სალომე ზურაბიშვილმა, ზუსტად ეს არის მთავარი და სწორი მიმართულება. მიმართულება სალომე ზურაბიშვილის მოგონილი არ არის ცხადია მთელი ერის გადაწყვეტილება, ყველა პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება და ასე შემდეგ და ყველანი ამას ვიზიარებდა სხვადასხვა ფორმით ვამბობთ, მაგრამ ფორმულირება იყო ძალიან ლაკონური, მჟღერი და კარგი ისტორიულ კონტექსტში. პირველი რესპუბლიკის შეცდომები დაშვებული არ იქნება, მე არ ვარ არც ციხანოვსკაია და არც გუაიდო, მე არ მჭირდება აღიარება მე იმიტომ რომ ამას ქვეყნის გარეთ როცა ვიქნები და ეხლა გუაიდო 60 ქვეყანას ყავს აღიარებული როგორც პრეზიდენტი, მაგრამ ის ემიგრაციაშია და იტანჯება იქ ვენესუელელი ხალხი, ხო, მე არ მჭირდება ამას მე რა ფასია. ზუსტად ამ ტექსტებით ტიხანოვსკაიასაც ძალიან რთული რამ აწევს ახლა ზურგზე, იქიდან გამომდინარე რომ ისიც გარეთ არის. თუმცა ისი ქმარი დაჭერილია და საზოგადოების ცოცხალია თუ არა. აქედან ხო, იქ კატასტროფული ადეკვატური ინფორმაცია არ აქვს, ხო, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა თქვა მისი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმით ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული გაგრძელება. ამის ეროზია არ შეიძლება. არ აღიარება ქვეყნის შიგნით, არ აღიარება ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაციის წერტილი. კი ბატონო, ამის პრაქტიკული
რადგან შევეხეთ ამ თემას, მოდი გავაგრძელოთ მაშინ ეს ხაზი. ამის პრაქტიკული გაგრძელება რა შეიძლება იყოს? აი შევხედოთ მოვლენებს 29-ში ჩაატარებს იმ რაღაც წარმოდგენას ივანიშვილი შიდა პარტიულს. მე არ ვიცი მოინდომებს თუ არა რომ იმავე დღეს თუ მომდევნო დღეებში იმ სასახლეში შეიყვანოს მაინც და მაინც ყაველაშვილი თუ რას მოიფიქრებს ივანიშვილი არ ვიცი. მაგრამ აქ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა. დასავლეთი გააგრძელებს თუ არა სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობას ისე როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტთან. ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალები, საპროტესტო საზოგადოება და შემდეგ რომ გააგრძელებს მასთან ამ რეჟიმში მუშაობას როგორც პრეზიდენტთან გასაგებია, მაგრამ გარე ლეგიტიმაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის იქნება თუ არა დასავლეთისთვის კვლავ საქართველოს პრეზიდენტი და დასავლეთისთვის ვინ იქნება ყაველაშვილი, რომელსაც ალბათ არც ყაველაშვილი არ იქნება არავინ, არც ერთ შემთხვევაში, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათთვის იგივე სტატუსის მატარებელი, რაც დღეს აქვს. ხო, ეს რთული საკითხია ბევრად. ყაველაშვილი ვერც ვერ შეიძენს ვერასდროს, არავის არ აინტერესებს. ხო, არც არავინ არ აინტერესებს ახლა ივანიშვილის გარდა მას ელაპარაკებიან ხაზგასმულად და მის ეგრეთ წოდებულ რაღაცა თვითგამოცხადებულ მინისტრებს და პარლამენტს ეძახიან ქართული ოცნების რაღაცა წარმომადგენლებს და ქართული ოცნების რაღაცა ასე შემდეგ. ხო, ნუ გასაგებია ეს რას. მაგრამ სალომეს ნაწილში ეს მნიშვნელოვანია. რთულია. ამიტომ ამაზე მე უცბად წინა ეთერი მქონდა მთავარზე ეკასთან და იქაც თქვი ეხა ბევრი დრო ფიქრისთვის არ არის. ეხა არის სერიოზული საიტნოტური რეჟიმია. ქართულ ოცნებას აქვს პრობლემა, ის სულს ღაფავს პირდაპირ მნიშვნელობით ასეა, მაგრამ ბურთი არის ჩვენ მოედანზე. ბრძოლაში ეს არის სისუსტე. თუ დიდი ხანი ათრევ ბურთს. ეხა ფეხბურთი ჩემზე უკეთესად იცი, მაგრამ დიდი ხანი ბურთის თრევა ნუ იწვევს დაკარგვას. ნუ მატაობა ხო მოგწონს ჩვენ ქართველებს. მაგრამ არის მოდური. ხო, არსებულ ფეხბურთში ხო? რაღაცა დროს ეს იქცევა დროის დაკარგვა და მეორე ინიციატივის დაკარგვა. ამიტომ გადაწყვეტილებების დროა. იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება პროტესტთან დაკავშირებით. ამ ქვეყნის მოსახლეობამ გადაწყვიტა რომ ეს მისი გასაკეთებელი დააკეთებს. ეს სწორია, ეს მისი გასაკეთებელია, ეს არ არის ჩემი და თქვენი საქმე, მხოლოდ კი არა და ყველას საქმეა, თანაბრად. ეს გადაწყვეტილებები რა არის? რაღაც საინტერესო გადაწყვეტილებაზე, ხო, მე გადაწყვეტილებაზე ვაპარაკო პროტესტის, რომელიც ხალხმა მიიღო და სწორია. ჩვენ ეს გამოთავისუფლებული ვართ, მოდი თქვათ, რომ რაღაც საწვრილი შეიძლება გქონდეს, ანუ რაღაცა ვეხმარებოდეთ ვიღაცას ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი პროტესტი, პოლიტიკური პროტესტია, მაგრამ არა პოლიტიკური პარტიების პროტესტი, არა პარტიული პროტესტი, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ქვეყანაში ცვლილებებს უკავშირდება პოლიტიკურია, მაგრამ ყველაფერი პარტიული არ არის. ეს არის არაპარტიული, უსაიპარტიული, როგორც გნებავთ ისე დავარქვით, მე უფრო არაპარტიულს დავარქვებდი მაინც, პოლიტიკური პროტესტი. ამ თვალსაზრისით ჩვენ დიდი ტვირთი არ გვაწევს და თუ საერთოდ გვაწევს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ჩვენში გულისხმობ არა მარტო პოლიტიკურ ოპოზიციას, გულისხმობ მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილს და გულისხმობ აქტორებს საზოგადოებრივს. ძალიან მნიშვნელოვანს, იმიტომ რომ ბურთი არის ამ მხარეს, ბურთს ვათრევთ წარმატებით, ლამაზად, სიმპათიურად გამოვიყურებთ ძალიან, მაგრამ ბურთი უნდა გადავაგდოთ ახლა მოწინააღმდეგის მოედანზე აუცილებლად. თქვენ ახლა ლაპარაკობთ ძალიან საინტერესო რაღაცაზე. რაღაც ნაბიჯები არის გადასადგმელი. ეს იგულისხმება, ეს წავიკითხე ახლა იმაში, რასაც ამბობთ. რა ნაბიჯებს გულისხმობთ? ანუ კონკრეტულს კი არა, მაგრამ მიმართულება მაინც რა უნდა იყოს? ხო, ჯერ ერთი მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც განშლას, რომელსაც დეფიციტია განშლის დიდი ქალაქების მასშტაბით მაინც ბოლომდე გამართული არ არის. მე ესე ვფიქრობ, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ ხალხს, რომელიც უსთაველზეა და ლოჯისტიკა ახლა რეგიონებში კიდე ცალკეა და ასე შემდეგ, ამ ხალხს შევეშვათ და გავეხმაროთ ხალხს, სადაც ჭირდება ჩვენი დახმარება. მაგალითად რეგიონებში ეს მნიშვნელოვანია, კერები უნდა იყოს ყველგან და უნდა იყოს მსხვილი კერები და არა ერთჯერადი. მაგალითად ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი არის სულ ყოველდღე, ნუ თბილისი ყოველდღე არ ვიცი, არა ამასთან მნიშვნელობა არც ერთი დღე არ ჩავარდნილა. მნიშვნელობა იმ თვალსაზრისითაც აქვს, რომ
მაგალითად დარბევების პერიოდში როდესაც ჭირდებოდათ რაღაც დამატებითი ძალები, ვერ მოყავდათ იქიდან. თუ იქ ვერ მიყავდათ. ან აქ ვერ მოყავდათ, ან იქ ვერ მიყავდათ, ძალები უნდა გაანაწილოთ მათაც. ეს ასე ვთქვათ ლოჯისტიკურ ნაწილში. მაგრამ ცოტა სხვა რამეა, რასაც გულისხმობთ ახლა თქვენ. აი ეგ როგორ უნდა მოხდეს? გაშლა. ნუ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ხდება ხოლმე გაშლა? ადგილებზე მუშაობით და ანუ პოლიტიკური პარტიების შორის პოლიტიკური პარტიები ვინმე ამოიღო პოლიტიკური პარტიების ანუ იქ სადაც არ არის პოლიტიკური პარტიების მეტი ძალისხმევით თუ ბათუმში არის იქ არ არის საჭირო ამდენი პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა სადღაც ქალაქს არა აქვს პროტესტის ტრადიცია კულტურა სხვა ანუ ეგ ცუდი კი არ არის ზოგადად მაგალითად თელავი არის ძალიან ოპოზიციური ქალაქი მაგრამ ქუჩაში გამოსვლის დიდი ტრადიცია არ აქვს მაგრამ შესაძლებელია ეს ვიждები თელავს ასეთი ქალაქია და ბათუმს აქვს ასევე ძალიან კრიტიკული ქალაქია მაგრამ ქუჩაში გამოსვლის დიდი ტრადიციაც აქვს ხო ყველა ხო ჩვენ ქვეყანას და ხალხს უნდა ვიცნობდეთ პოლიტიკოსებს პირველი ტესტი ხო ეს არის იცნობ თუ არა შენ ქვეყანას და შენ ხალხს ჩვენ ხო ვიცით რა არის სად არის სულ წერტილს არ დავარქმევდი სად არის ადგილი სადაც შეიძლება სიტუაცია უკეთესად განვითარდეს და სად არის ადგილი სადაც უნდა შეეშვა თუ რა თქმა უნდა შენი თავი არ მოგწონს პროცესი უნდა მოგწონდეს ჩვენ და არა ჩვენი თავი ამ პროცესში ხო უნდა შეეშვა იმას რაც მუშაობს ისედაც ეგ ზოგადად მართვის ამბანია რომ თუ რაღაცა მუშაობს იმას უნდა შეეშვა თუ დაჭირდება იმ რაღაცას დახმარება ნებისმიერი სახის ის გავიგებთ ჩვენ მაგრამ არსებობს წერტილები რომელიც დაფარული არ არის პროტესტის რუკაზე ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ასეა ხო ერთმანეთი არ მოვატყუოთ მე არც იმაში არ გეთანხმები რომ ყველგან ისეთივე პროტესტია როგორც თბილისში ეს ასე არ არის არა ყველგან არ არის მაშინ მედიები აღარ ვაჩვენებენ რა მაგალითად არა როგორ არის ახლა რაოდენობრივად თბილისს ვერ შეედრება ბუნებრივად გასაგებია მაგრამ არის კი ბათუმში არის მსვლელობები არ ყოველდღე ზუგდიდში სხვადასხვა ფორმები აქვს მოკლედ შეიძლება ერთმანეთს ვერ შევადაროთ თქვათ რაოდენობით და სხვა პარამეტრით მაგრამ თბილისის გარდა აი ესეთი ტიპის მასშტაბური პრობლემები სადაც აი ეს ნუ წარმოუდგენელი ამბავია სენგეშეს ბიზნესმენების ამბები და ასე შემდეგ მაგრამ თბილისის გარდა პროტესტებმა მე შეიძლება არ მინახავს მე 12 დღე ტელევიზორი არ მინახავს გულს ეხა ვცდილობ რომ დავიცი ხო შევახსენებ იმ ინფორმაციას რომელიც ხელისუფლებისთვის გინდა მუნიციპალურისთვის და გინდა ცენტრალურისთვის გასაგები რომ თბილისის თავისი ადგილი აქვს და ცენტრალური ხელისუფლებას აქ მდებარეობს მაგრამ ჩვენ გვაქვს არაცენტრალური ხელისუფლებებიც და გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების ოფისებიც არა თბილისში, ხო? სადმე გაგვიგია რომ აი ესეთი სერიოზული პრობლემები და შეფერხებები არალეგიტიმური რეჟიმი შეექმნა, როგორც მაგალითად თბილისში ვიგებთ ყოველდღე. არ შეიძლება მე გამომჩათქო და რავი თუ მეტყვით მადლობელი არის აქტიურობა თუმცა ახლა არ დავიწყებ შედარებას მე მაინც გონია რომ ბევრი მიზეზის გამო თბილისში არის ეს სრულიად ბუნებრივად თბილისში სრულიად ბუნებრივად მაგრამ მე უფრო სადაც სრულიად ბუნებრივად არ არის იქ პროცესს ზუსტად ეგ მაინტერესებს თელავი ახსენე მაგალითად არის სხვა ქალაქები სადაც არ არის თქვა ასეთი პროტესტი კი იყო გამოსვლები საწყის ეტაპზე მაგრამ ხაშურში იყო და ეს შემთხვევით საინტერესო რატომ არის თელავში რომელიც პროტესტები არ მინახავს ყოველთვის ოპოზიციურად არის ხო განწყობილი აი მაგალითად თელავი და სხვა ქალაქებიც ცნობილია რუსთავი მაგალითად ასევე ოპოზიციურადაა განწყობილი შეიძლება ეს საზოგადოება გამოვიდეს და თქვათ ამაში ოპოზიცია რა ნაწილშიც საჭიროა მიეხმაროს მაგრამ მეორე საკითხია ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის ვინც ჯერ არ გამოდის აი ეს არის ასევე საინტერესო ჩემთვის ვინც ჯერ არ გამოდის თუმცა აი ამ კატასტროფას უყურებს რაცაც ჩვენს მოქალაქეებს უკეთებს არ გამოვა. ანუ პროტესტი როგორ უნდა გაფართოვდეს მაშინ? პროტესტის გაფართოვება არ ჭირდება. პროტესტი არის ძალიან ფართო და მოიცავს საქართველოს მოსახლეობის 2/3-ს. ქუჩაში ვინ დგას არ დგას ერთია და ქუჩაში დგომა არ არის ერთადერთი ფორმა პროტესტის, ეს ერთი. და მეორე, ვინც აქამდე არ გამოსულა, მე არ მჯერა იმათი გამოსვლის, მით უმეტეს პოლიტიკოსების ჩარევის ამაში, იმიტომ რომ იმ ხალხს ძირითადში კომფორტ ზონა მოწყობილი აქვს იმით, რომ პოლიტიკოსი ყველა ცუდია. ეხა იქ და პოლიტიკოსი რო გამოუჩნდეს, კიდევ უფრო მეტი მიზეზი ექნება, რატო არ გამოდის. მაშინ სხვანაირად ვკითხავ. დავანებოთ თავი ვინც არ გამოდის ნიკა, ანუ სხვანაირად ვიკითხავ. ანუ ვინც ივანიშვილს. წინააღმდეგია და ივანიშვილის მხარეს არის. იმას არაფერი არ შეშლება
შეიძლება სხვა ნაწილს გულისხმობ, ხო? მორჩა ვიღაცა არის, სამოქალაქო სინდისი ამის იქით აღარ წავა. მესმის, ვიღაცა არის, ვინც თქვათ, მზად არის, რომ ბოლომდე გაყვეს ივანიშვილს. მაგრამ არის ხალხი, ამისთვის ივანიშვილი უნდა წავიდეს და მე ვნახავ თუნსად გაყვება. ხო, ანუ თვითმფრინავს არ გულისხმობდი მაინც და მაინც, მაგრამ ბრძოლაში ასე ვთქვათ გაყვეს. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც აქტიურად არ უჭერს ივანიშვილს მხარს, იმიტომ რომ ვერ გააправებს იმას, რაც ხდება. მაგრამ ივანიშვილს მიაჩნია მის მაინც პასიურ ხარდამჭერად, იმიტომ რომ ხმას არ იღებს, ასე ვთქვათ, ჯერს. ყველა არის ივანიშვილის მოკავშირე. ამას არ თუნ ორჯერ ოთხი. ამ ნაწილში ვინც დუმს და არ არის აქტიური მხარდამჭერი, რესურსი არ არსებობს, რომ ეს ხალხი გადმოვიდეს, ასე ვთქვათ. და რა უნდა მოხდეს? აი, მაკაჩიხლაძე უნდა მოეკლათ მაგალითად, რომ ეს ხალხი გადმოსული. ამ შეკითხვას თქვენ გისვამთ. ნებისმიერ მსხვერპლზე წასვლა ღირს იმათ, რომ მდუმარე უმცირესობა და უსინდისო მდუმარება, ესეთი ხმაურიანი უსინდისობა, როგორც მათი დუმილია, ძალიან იშვიათია, ხო? არსებობენ სოციალური, როგორ გითხრათ, პარიები. ეს ხალხი იქნება სოციალური პარია, რა თქმა უნდა, ვინც ივანიშვილის უშუალოდ რეჟიმში ჩართულია და არბებს ხალხს. აი, სწორედ ამას შესაქმე, რომ მხოლოდ ჩართულს არ გულისხმობ. არა, გავიგე, დუმარებიც არსებობს, მაგალითად ობიექტური ფაქტორებიც გავითვალისწინოთ. მაგალითად პროპაგანდა, რომელზეც მილიონები იხარჯება და ახდენს გავლენას ამ ხალხს. რა უნდა ვქნათ, ახლა დავიწყოთ პროპაგანდა. ანტიპროპაგანდა არა. არ არსებობს, ვახო, პროპაგანდა. რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვისაც ჯერა. და დაუშვათ ახლა ეს margin of error, ასე ვთქვათ, ანუ რაღაცა ნაწილი ყოველთვის იარსებობს, რომელსაც ჯერა რომ ეს დარბევა არის კარგი და ყველაფერი რაც ივანიშვილი არ არის ცუდია. ესეთ ხალხი არსებობს, ხო? ანუ ამ ნაწილში მუშაობასაც აზრი არ აქვს. არა, აზრი აქვს. თქვენ ასე ამას დროის დახარჯვას რა აზრი აქვს, მილიონი მნიშვნელოვანი საქმეა. მე საერთოდ გონია რომ ეს პროტესტი პატარაა, სოციალური კვლევებიც ხო ვნახეთ. 2/3, 3/4-მდე ადამიანები, ვინც პროტესტს უჭერს მხარს და არ შეიძლება ამ პროტესტს მხარს უჭერდა და ივანიშვილს პარალელურად ახლა ეს ხო სიგიჟეა ახლა ამაზე 22% ქონდა ბოლო გამოკითხვით ქართულ ოცნებას რეიტინგი ხო და ხო 22%-ს ხა არანაირი გაყალბებაც აღარ შეეძლო ხო ამ პერიოდში გამოკითხვას ხო ერთი კვირაც არ არის გასული ხო სხვა წყაროები არა გვაქვს ეს კარგი იქნება რომ ჩავატაროთ მაგრამ უჭერს ოპოზიციურ მედიას აქვე გავიხსენოთ მაგრამ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ის რომ ხალხის დიდი მასა არის ამას ჩართული დიდი უმრავლესობა კიდევ ხარ ამბობ გარეთ გამოსვლა ძალიან სწორი და საჭიროა და რაც საჭიროა ის ამ შემოსვლას უნდა ვაკეთოთ მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ აი ზუსტად მაგას ვამბობ ხალხი რეგიონებში ძირითადად არის მოპროტესტე ოღონდ არ გამოდის გარეთ ანუ გააქტიურება ვისაც ჭირდება რომ თავები დაითვალოს მათ შორის ბიძინა ივანიშვილის უითვლის იმიტომ რომ გვაკრიტიკოს მაგრამ მათ შორის თვით დარწმუნებისთვის თვით დაჯერებისთვის კარგ ხასიათზე დგომისთვის თუნდაც ბრძოლის უნარიანობის ამაღლებისთვის ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენ შორის მყოფ ხალხსაც ჭირდება თავების რაოდენობა და ამაშიც მივიღოთ მონაწილეობა რატო არის ეს პრობლემა პირიქით ჩვენ ახლა გამოთავისუფლებული გვაქვს დიდი სივრცე სადაც შეიძლება რაღაცები ვაკეთოთ არის ყამირები ადგილ შეგვიძლია რომ ეს ყამირები გავტეხოთ და უნდა გავტეხოთ გასაგებია ანუ რეგიონებში გააქტიურება პროცესის იქ სადაც ეს მაგრამ ეს ალბათ ვასრულებ საუბარს დრო პრაქტიკულად არ დაგვრჩა მაგრამ მაინც მინდა დავსვა შეკითხვა ამ ევროპული საბჭოს დელეგაციასთან დაკავშირებით შეხვედრა ხო ევროპული საბჭოს ხო ევროსაბჭოს უკაცრავად არ მიხვედით თქვენი კოალიცია და მიზეზი არის ის რომ ეს მართლა შეიძლება იყოს გამოყენებული იმის არა მიზეზი ეგ არ არის რომ ქართულ ოცნებას ესარგებლა თუ შეცდომა იყო საერთოდ ეს ვიზიტი აქ არა ჩვენ დამოკიდებულება გვაქვს ჯერდი პატივს ვცემთ კოლეგებს ვინც ესე არ ფიქრობს როგორც ჩვენ ან ესე ფიქრობს როგორც ჩვენ მაგრამ მაინც მივიდა ხო სამი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს იფიქრო რომ ეს არასწორი ვიზიტია და მე არ მივალ იფიქრო რომ ეს არასწორი ვიზიტია, მაგრამ მე მაინც მოდი მივალ და იფიქრო რომ სწორი ვიზიტია და მივალ, ხო? სამი ვარიანტია. მე არ დავიწყებ ახლა ჩვენი კოლეგებს ვინც მივიდა იქ, მე არ ვიცი.
ამ შემდეგ ვინ რის გამო მივიდა. მე ვიცი ჩვენ რატო არ მივედით. ჩვენ გქონდა ჯერ კომუნიკაცია გქონდა მანამდეც და პრაქტიკულად ყოველდღიურად მარტო ჩვენ კი არა. ამ ევროსაბჭოს გენერალურ დივანთან? ყველა გენერალური დივანი ხო ეს კონკრეტული პირობითობაა, ხო? ევროსაბჭოსთან, ინსტიტუციასთან იმ მასალების მიწოდებაზე, ანუ ჩვენ რაზე გვისაყვედუროს, იცი, აი მიგეტანათ ამ დაშავებული ხალხის ფოტოები და შემდეგ, ისე გონია რომ ეს ვინმე არ იცის. აქეთ მოგვიტანენ ფოტოებს. ჩვენ თვითონ ვუგზავნით მათ ამ ფოტოებს, კვალიფიკაციას ქმედებების, ვინ იყო ამ ქმედებებს შემჩნეული, ვიდეო მასალას და ასე შემდეგ. ეს ყველას აქვს, მათ შორის ევროპის საბჭოს. უნდა გვესმოწმოთ ხო, ევროსაბჭოს. ხო, ევროპის საბჭო, Council of Europe, ევროპის საბჭო და ის არის ევროპული საბჭო. ის არის ევროპული საბჭო. European Council, ხო. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც ყველა ევროპული ქვეყანა შედის, ეს არ არის ევროკავშირი და მისი მთავარი მანდატი მაინც არის ადამიანის უფლებათა მანდატი. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ყველას ხდებოდა და ლეგიტიმაციის ნაწილზეც გადავალ. იქ არ არის ეგრე უღრუბლად ახლა ქროლა. თუმცა ამ კაცმა გითხრაო, რომ ჩვენო მაგნაცილში არ ჩამოსულვართ, საერთოდ ადამიანის უფლებებზე ჩამოვედით თუ აი ეს. ნუ ადამიანის უფლებებზე ჩამოსვლა, ჩვენ მაგას ვამბობთ სწორედ. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაწოდებლად თან 4-ვე ლიდერიო თქვენს, 4-ვე უნდა მოხვიდეთ, ან არც ერთიო. უცნაური იყო ამის მოსმენა, მაგრამ თავი დავანებოთ ამ საკითხს. ჩვენ უთხარით შემდეგი რამ. მოდით ჩვენი 1 საათი ზუსტად ვიცოდით ახლა ლელოც, გახარიაც და ნაციონალური მოძრაობაც, რომ არც ერთ ინფორმაციას მიუწოდებელს რო არ დატოვებდა ჩვენამდე, ზუსტად ვიცოდით და სულოც არავინ რო არ მისულიყო ახლა ეკა გიგაურს, ნინო ლომჯარიას და საიას რა თუნდა ახლა მე რო ინფორმაცია არ მივაწოდო. გასაგებია რომ პოლიტიკოსების რომელიც სტუმრად გვეყოლება. ნინო არ ვიცი იყო თუ არა, უბრალოდ თვალი არ მომიკრავს, თო ნინო თუ იყო კიდევ ხო, მთელი სპექტრი არის დაფარული პრაქტიკულად რის მიწოდება შეიძლება. მოგვიყვება დღეს სტუმრად არის ჩვენ. მაგრამ ჩვენ უთხარით რომ მოდი ჩვენი დრო გამოიყენეთ იმისთვის რომ ან შეხვდით ჩვენ თვითონვე მოვიყვანთ ხალხს ვინც დაზარალდა ჟურნალისტებს ვინც დაზარალდნენ ადამიანებს ვინც ციხეში იყო და ლამის აწამეს კი არა და აწამეს და ზოგადად ვინც ამ ყველაფრის მსხვერპლი იყო ამათ ელაპარაკეთ თუ გნებავთ ჩვენც მოუყვებით მათ ანუ ერთი ადამიანი მაგრამ ახლა 4-ვე ლიდერი არა ეს ხალხი მაშინ შედით ციხეებში და ნახეთ იმიტომ რომ ადამიანის უფლებათა კომისარი ახლა მათთან და თუ არ ვცდები წარმოსაცნაურებელი კომიტეტი იყო თუ არ იყო, მაგრამ კომისარი იყო ჩამოსული ერთ-ერთი, თუ დეპარტამენტის უფროსი არ იყო ის მარტო ჩამოსული. ჩვენი პოზიცია იყო რომ ჯობდა რომ ენახათ დაზარალებული ადამიანები, თორე ჩვენი პოზიცია სხვაფრი პოლიტიკური პოზიცია. ჯერ ეს არ არის პოლიტიკური ფასილიტაციის ორგანო. ეს ვერ გახდებოდა შარლ მიშელი და ჯერ შარლ მიშელი 2 ჩვენ ისედაც არ გვინდა. ამას არ დავუშვებთ. იმიტომ რომ არ გვინდა შარლ მიშელი 2 მოხდეს ამ ქვეყანაში და ეს პირველ რიგში გამოხატა დღეს სალომე ზურაბიშვილმა სწორი ტექსტით. და ესეც ერთგვარი თვალსაზრისით ჩვენი შეფასებით და არავის არ ეხება ეს შეფასება ჩვენი პოზიცია არის გარკვეულწილად ეროზია არსებული ვითარების არაღიარების ნაწილში ძალიან მცირე შეიძლება მაგრამ არის მე აბსოლუტურად არანაირ საფუძველი არ მაქვს ვენდო ადამიანს რომელიც გამორჩეულად სანდოა ჩემთვის ჩემ წინ იყო სტუდიაში პადრი და არის და არა მარტო ალბათ ჩემთვის დარწმუნებული ვარ რომ ეს უთხრეს მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა იმას კი არ აქვს რა ითქმება დახურულ კარს მიღმა განსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს იმას რა ხდება ეკრანებზე და განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა პროპაგანდა ასევე ხდება ეკრანებზე. დიდი მადლობა. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვიზიტი საჭირო იყო ალბათ, კარგი იქნება და რომ შეხვედროდნენ უშუალო ბენეფიციარებს ამ ყველაფრის, ანუ დაზარალებულებს, კი ბატონო, ჩვენც დაზარალებულები ვართ როგორც პოლიტიკური ოპოზიცია და ამაზე შეგვეძლო გველაპარაკა, მაგრამ 37 პოლიტიკოს ჯობდა რომ მისულიყო 7 და 30 დაზარალებული, მე ასე ვუყურებ ამას ყველაფერს და პლუს ამას ჩვენ მივიჩნევთ რომ საგარეო საქმეთა მინისტრად დასახელება ვინმე ბოჭორიშვილის საუბარი მოუთმენლად ველოდებით ბიძინასთან შეხვედრას. ჩვენ ვიცით რომ ეს მანდატი მათ არ აქვს ბიძინასთან ლაპარაკის იმაზე რომ ჩაჯექეხა თვითფრინავში და გაფრინდი. მეტი მე არ ვიცი ბიძინას რაზე უნდა ელაპარაკონ, ასევე რაღაცის დარქმევა პრემიერ-მინისტრის თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ეს ჩვენი აზრით არის ეროზია და კარგი იქნება თუ ეს აღარ მოხდება და ჩვენ თუ არასდროს ვახობოდი შევამთავრებ, ამას ასეთ შემთხვევებს თუ არანაირი
ისეთი მოდი ასე ვთქვათ, თხელი წინააღმდეგობა მაინც და ოდნავი პროტესტი მაინც თუ არ დავახვედრეთ, ეს ეროზია, როგორც მე უკვე გითხარით, გაფართოვდება და კი ბატონო, დიდი მადლობა. ერთვაგიდასთან დავждებით მე და მაკაბოჭორიშვილი, როგორც რა ვიცი, მესმის ნიკა გვარამია იყო ჩვენი სტუმარი.